მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ნეიროგრაფიკა არის ცოტა განსხვავებული, შეხამებული იქნება მთვარის ციკლთან. დღეს არის 3 ივლისი, ანუ გვაქვს მზარდი მთვარე და მოდით გავაკეთოთ ნეიროგრაფიკა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. იგივეს გავაკეთებ ასევე ფინანსების გაზრდაზე, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში კარგი იქნება გაუმჯობესებაზე, გაზრდაზე გაკეთება ნეიროგრაფიკის, რადგანაც გვაქვს, როგორც აღვნიშნე, მზარდი მთვარე. დღეს ვაკეთებთ ჯანმრთელობაზე, ვწერთ 2 წუთში, რა თქმა უნდა, თემას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც ჯანსაღიკვება, როგორც თქვათ, სხეულის კორექცია, ასევე თუ კი რამე გაწუხებთ, თქვათ, ესე შეგიძლიათ გააკეთოთ აქ და ჩაწეროთ და შექმნათ ალგორითმი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ნეიროგრაფიკა, გავიმეორებ, რომ არ არის პანაცეა, მეგობრებო, მაგრამ ეს საკმაოდ კარგად მუშაობს ჩვენს ქვეცნობიერთან და ცდად ღირს ნამდვილად. დავიწყოთ ხატვა, ქვედა მარცხენა კუთხიდან ვავლებთ ნეიროხაზს ზედა მარჯვენა კუთხის მიმართულებით. აქ ხაზზე ქვემოთ ვაკეთებთ წრეს პატარას, სადაც ვწერთ დღევანდელ რიცხვს და შემდეგ უკვე ზედა კუთხეში, მარჯვენა კუთხეში ვაკეთებთ მოზრდილ წრეს, სადაც ვწერთ რიცხვს და როისთვის გვინდა რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვენი პრობლემა იყოს გადაწყვეტილი. ვამატებთ ზედა წრეს კიდევ 3 პატარა წრეს, 3-4 წრეს, რამდენიც გნებავთ პრინციპში იმდენი დაამატეთ თუ დაგეტევათ და ეს პატარა წრეები იქნება აღნიშნული თუ რა დაგეხმარებათ იმაში რომ თქვენი საკითხი მოგვარდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სწორი კვება, ეს შეიძლება იყოს ვიტამინების მიღება, ხო, ექიმის დანიშნულებით, რაღაცა თქვათ წვენების მუზები, ну, მოკლედ, რაც თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, აი ეს ყველაფერი პატარ-პატარა აღნიშნავს. და შუაში ვამატებთ მოზრდილ წრეს, ეს იქნება სიმსუბუქე, რომ სიმსუბუქით განვითარდეს მოვლენები და სიმსუბუქეში მოხდეს ჩვენი გაჯანსაღება, რომ არ გავწვალდეთ. მერე უკვე ვიწყებთ სივრცული ნეიროხაზების დამატებას, თქვენ შეგიძლიათ გაავლოთ ეს ხაზები ქვემოდან ზემოთ, ანუ სტანდარტულად როგორც ვაკეთებთ ამას, ანუ სივრცე უნდა შევავსოთ ნეიროხაზებით და აი ამ პროცესში ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყენებთ აფირმაციებს, ანუ რამოდენიმე ძალიან მარტივი აფირმაცია შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგალითად, მე ვარ ჯანმრთელი, ჩემი სხეული სავსეა ენერგიით. ფრაზა იმეორედ შეგიძლიათ ნახოთ კიდევ სხვა აფირმაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის TikTok-ზე არხი დღიური აფირმაციები, იქ მიდევს საკმაოდ ბევრი აფირმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, შეგიძლიათ ჩართოთ და ხატვის პროცესში თან უსმინოთ ამ აფირმაციებს. სივრცული ნეიროხაზების გავლების შემდეგ ვიწყებთ უკვე ნეიროგრაფირებას, ანუ მომგვალების პროცესს. არ გამოგრჩეთ არც ერთი უჯრედი, ყველა კუთხე გადაკვეთის წერტილი უნდა მოამგვალოთ. რაც შეეხება ფერს, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერ ფერი, რომელიც გსურთ და უფრო კარგად რო შეიგრძნოთ, მოსინჯეთ ხელით ეს ადგილი, თქვათ, აი ეს დიდი წრე გამოჯანმრთელების, რა ფერი მოაქვთ, დახვჭეთ თვალები, დაადეთ ხელის გული და შეიგრძენით თქვენი ჯანმრთელობის ფერი რომელია. აი ის დიდი ენერგეტიკა, რაც გავსებთ, ხო, ენერგია, სასიცოცხლო, რა ფერის არის და აი ამ ფერით გააფერადეთ დიდი წრე. დანარჩენი ფერთან მიმართებაში სტანდარტულად ვიქცევით, გახსოვთ, რომ მინიმუმ 2 უჯრედი უნდა იყოს ერთი ფერით შეფერილი. ვიყენებთ გაფერადებისას აუცილებლად მარკერს, რომელსაც ვიდეოში გაჩვენებთ. მე ვაფერადებ ფანქრებით, რადგანაც ტუშით ვხატავდი და ტუშზე ეს მარკერი იდღაბნება და აფუჭებს ნახატს. და ამიტომ ფანქრები მაქვს გამოყენებული, რაც არაფერში ხელს არ შეუშლის ჩემს ნეირონამუშევარს. ფერის დასრულების და შეფერილობის შემდეგ, ანუ არქეტიპირება ქვია ამ პროცესს, არქეტიპირების დასრულების შემდეგ გვახსოვს ვაკეთებთ scale ხაზებს.
სქელი სამყაროსეული ენერგია შემოგვაქვს და ამ ნახატში, ამ ალგორითმში სასურველი იქნება თუ ამას გავაკეთებთ, აი რაც პირველი ხაზი გავავლეთ, აი ის ხაზი გამოყავით სქელი ნეიროენერგეტიკული ხაზით. შეგიძლიათ დაამატოთ კიდე დამატებითი ხაზები გაავლოთ ქვემოდან ზემოთ და ამოირჩიეთ ფიქსაციის ფიგურა, რომელსაც ასევე გამოყოფთ სქელი ხაზით. აქაც არ გვავიწყდება გადაკვეთის ადგილების მომრგვალება. დავამთავრებთ ასე ჩვენს ნამუშევარს. გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ კარგად ყოფნას და თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას.